ეს ჩვენი ფსევდოლიბერალი ერთდროს გულმხურვალე პარტნიორები ევროპიდან ან დაყრუდნენ, ან დაბრმავდნენ, ან კიდევ თავს იტყუებენ. თითქოს ამ გარყვნილი LGBT ღირებულებების მხრივ სოფლიოში არაფერი შეცვლილა და ყველაფერი ისევ ძველებურადაა. ისევ ძველებურად შეუძლიათ მოითხოვონ პარტნიორებისგან გეი პრაიდების ჩატარება, LGBT სტანდარტების დაკანონება, ჰომოსექსუალებისა და ტრანსგენდერების პრივილეგირებულ კასტად გამოცხადება და ასე შემდეგ. რაც თავარია, ისევ დარწმუნებულნი არიან, რომ უფლება აქვთ ულტიმატუმის ენით მოგთხოვონ გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ შარშან მიღებული კანონი და სასწრაფოდ დაუშვათ სექსუალური უმცირესობების შეკრებისა და მარშების თავისუფლება. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს. როგორ უნდა ვაიძულოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ ხანდახან მაინც ჩართონ ტელევიზორი და საერთაშორისო ამბებს უყურონ. თუ ტელევიზორისთვის არსალიათ, სოციალურ ქსელებს მაინც შეავლონ ხოლმე შიგადაშიგ თვალი. იქნებ სადმე წააწყდნენ და გაეცნონ შეერთებულ შტატებში LGBT დღის წესრიგთან დაკავშირებულ ამბებს. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, სერიოზულად კი ეჭვიც არავის ეპარება, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თითოეულმა წევრმა შესანიშნავად იცის, რაც ხდება ფსევდოლიბერალური გარყვნილების მხრივ ამერიკაში. უბრალოდ არც ერთ მათგანს არ აქვს ერთი ადგილი გაბედოს და რამე კრიტიკული უთხრას ამერიკის პრეზიდენტს, ან თუნდაც მისი ადმინისტრაციის წევრებს. არადა თუ ასეთი LGBT უფლებების თავგამოდებული დამცველები არიან, ეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ლომები, პირველ რიგში სწორედ ტრამპის პოლიტიკას უნდა დაუპირისპირდნენ. საქართველოში ეს გაუკუღმართებული ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანები, როგორც იყვნენ მარგინალები, ისე არიან დღესაც, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, სადაც ამერიკის სულად გამოცხადებული ჰაერში ასროლილი გეები, ლესბები და ტრანსები ისეთი ძალით დაანარცხეს მიწაზე, რომ მეორე თვეა შოკიდან ვერ გამოდიან. გამოყარეს ქალთა სპორტიდან, გამოყარეს ჯარიდან, აუკრძალეს ტრანს ოპერაციები, კაცებს აღარ უშვებენ ქალების ტუალეტებში, გასახდელებში და საერთო საცხოვრებლებში, აღარ ანიჭებენ უპირატესობას სამსახურში აყვანისას, აუკრძალეს პროპაგანდა სკოლებში და უნივერსიტეტებში. და აი ასეთ ლიბერასტებისთვის უმძიმეს დროს ჩვენი ევროპელ ლიბერალ ადვოკატები არ საჩანან. ერთი ხმამაღალი სიტყვა ამერიკაში მიმდინარე ანტი-LGBT მოძრაობის წინააღმდეგ მათგან არ გაგვიგია. გამოდის, რომ ჩვენთან არიან დიდგულზე? ისევ დაბალი ღობე ვგონი ვართ. ვერა და ვერ გაიგეს, უფრო ზუსტად პრინციპულად არ უნდათ გაიგონ, რომ აღარაა ჩვენი ქვეყანა მათი ვასალი და LGBT ექსპერიმენტების საცდელი ლაბორატორია. რეალურად რომ ვთქვათ, ვერც ფსევდოლიბერალი ნაცების დროს მოახერხეს რამე ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებზე მიჯაჭვულ ქართულ საზოგადოებასთან დაკავშირებით. და მით უმეტეს დღეს ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებზე მდგომი ხელისუფლების პირობებში არ გამოუვათ მოგვახვიონ თავს თავიანთი გარყვნილი სტანდარტები. და მაინც LGBT პროპაგანდის მიუღებლობასთან დაკავშირებით ორწლიანი ქართულ-ევროპული რბილად რომ ვთქვათ კამათის შემდეგ ნამდვილად რთული წარმოსადგენი იყო, რომ ევროსაბჭო ჰომოსექსუალთა მარშების გამართვას, LGBT იდენტობის წახალისებას და ბავშვებისათვის გარყვნილი ძილისპირულების წაკითხვას ისევ ასეთი მბრძანებლური ტონით მოგთხოვდა. მგლის თავზე სახარებას კითხულობდენო, ხომ გაგიგიათ? ზუსტად ასეა ამათი საქმე. გასული წლის სექტემბერში დასავლეთის მხრიდან არნახული ზეწოლის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი მიიღო. მაშინვე დაირაზმა არაერთი ევროპული ქვეყანა თუ ორგანიზაცია და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა კანონის მიღება, რომელსაც მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უჭერდა. მოვუწოდებ საქართველოს უკან გაიწვიოს ეს კანონმდებლობა, რომელიც კიდევ უფრო აშორებს ქვეყანას ევროკავშირის გზას. დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა. მას არც ესტონეთის, გერმანიის და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩამორჩნენ და შეშფოთება გამოთქვეს. შემაშფოთებელია იმის დანახვა, როგორ თელავს საქართველოს უმცირესობის ზოგიერთი ჯგუფის უფლებებს ოჯახური ფასეულობების დაცვის საფარქვეში. წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახნა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას. ასეთ განცხადებას ავრცელებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ნორვეგია სინანულს გამოთქვამს საქართველოს მიერ ანტი-LGBT+ საკანონმდებლო პაკეტის მიღების გამო. წერს ესპენ ბარტ ეიდე.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ასე გამოიხმაურა ბრიტანეთის საელჩო საქართველოში კანონის მიღებას. ანტი-LGBT კანონი არ შეესაბამება საქართველოს ტოლერანტობის და გამჭვირვალობის ხანგრძლივ ისტორიას. გერმანია და ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ მაშინ დაუჭერს მხარს, თუ ხელისუფლება თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას შეცვლის. დაწერა გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა. გამოხდა ხანი და ევროპელებმა ვერაფრით დაივიწყეს საქართველოში ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებული კანონი. რამდენიმე დღის წინ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მიღებული კანონი კიდევ ერთხელ დაგმეს. კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს აღნიშნული კანონი იმ მიზეზით, რომ თურმე ის ქვეყანაში LGBT პირთა უფლებებს, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას არღვევს. რეზოლუცია მინისტრთა კომიტეტის ყოველ კვარტლურ სხდომაზე საქმეზე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ იყო მიღებული. მინისტრთა კომიტეტი უაღრესად წუხს, რომ მითითებების მიუხედავად ხელისუფლებამ მაინც აამოქმედა კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც LGBT იდენტობის ხელშეწყობისკენ მიმართული საჯარო შეკრებების აკრძალვასთან ერთად წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს იდენტობა და სხვების ჯგუფის გადაწყვეტილების აღსრულებაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას გააუქმონ კანონი და არ მიიღონ რაიმე შემდგომი პრაქტიკული ან საკანონმდებლო ნაბიჯი. არადა ვნახოთ კიდევ ერთხელ და დეტალურად, რას მოიცავს კანონი. ქორწინების საკითხი. დაუშვებელია ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება, ანუ თუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის. რა არის ამაში ცუდი? ქვეყნის უდიდესი ნაწილი სწორედ ტრადიციული ქორწინების მომხრეა და არაერთნაირ სქესიანებით გავსებული ქორწინების სახლების შვილად აყვანის საკითხი. დაუშვებელია იმ ადამიანების მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომლებიც თავს თავისი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ, ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები. საქართველოში ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს როგორ შეიძლება მოეწონოს ის, რომ ბავშვს ჰყავდეს ორი დედა ან ორი მამა? წარმოუდგენელია. კიდევ ერთი საკითხი ეხება სქესის შეცვლის ოპერაციას. კერძოდ იკრძალება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო манипуляციის გამოყენება. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ სხვადასხვა ჰორმონებით, ბლოკატორებით და ოპერაციებით სქესის სრულად შეცვლა შეუძლებელია. ამას გარდა სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ნანობს, რომ სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა. კანონით რეგულირდება პროპაგანდის აკრძალვის საკითხები განათლების სექტორშიც. დაუშვებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში LGBT პროპაგანდის წარმოება, რომელ მშობელს მოეწონება მის შვილს სკოლაში სრულფასოვანი განათლების ნაცვლად LGBT პროპაგანდით რომ გამოუტენონ თავი. ჯანსაღად მოაზროვნე არც ერთი მშობელი არ იქნება ამაზე თანახმა. ასევე დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ერთნაირ სქესიან წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის ეთერით გავრცელება. ამასთან ასევე აკრძალულია იმავე შინაარსის რეკლამების ეთერში გაშვებაც. ან აქ რაში ხედავენ პრობლემას? გაუგებარია. მოკლედ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი თავისას მაინც არ იშლის და ჯიუტად ამტკიცებს, რომ ამ კანონში LGBT პირების ჩაგვრას ხედავს. მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს გარანტირებულად უზრუნველყოს შეკრებისა და აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ადამიანისთვის. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს აკრიტიკებს იმის გამო, რომ LGBT თემის წარმომადგენლებისთვის შეკრების თავისუფლება არ არის დაცული. ეს საქმეები ეხება ხელისუფლების უუნარობას. უზრუნველყოს კერძო პირების მხრიდან ჰომოფობიურ ან რელიგიურ ნიადაგზე მოტივირებული თავდასხმებისგან ადეკვატური დაცვა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დააჩქაროს და დაასრულოს ყველა გამოძიება და სასამართლო პროცესი ამ საქმეებზე ევროპული სასამართლოს დასკვნების შესაბამისად. მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას სთხოვა ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიწოდება არაუგვიანეს 2025 წლის ივნისის ბოლომდე. ესეთ განცხადებებს არაფერი საერთო კონკრეტულ საქმეებთან და ადამიანის უფლებების დაცვასთან არ აქვს, ისევე როგორც ამ პროპაგანდას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან, არამედ პირიქით არის იმ დღის წესრიგის თავზე მოხვევის მცდელობა, რომელზეც უარი თქვა საქართველომ, უარი თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დარწმუნებული ვარ კოლექტიურ ბრიუსელშიც მივა ეს ლოგიკური სულა. გასათვალისწინებელია, რომ მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს. ეს პარლამენტის პრეროგატივაა.
შესაბამისად გამოდის, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სინამდვილეში ლეგიტიმურად მიიჩნევს. შემთხვევაში ახლაც ერთი მხრივ როდესაც ევროსტრუქტურებში ცდილობენ ჩვენი დელეგაციების უფლებამოსილება არ ცნონ ამავდროულად იმ პარლამენტს, რომელმაც წარადგინა ეს დელეგაციები, თხოვენ რომ გააუქმო ადრე მიღებული კანონები. ჩვენ როდესაც ეს კანონი მივიღეთ, სრული მხარდაჭერა ჰქონდა ჩვენი მოსახლეობის, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ამომრჩეველია თუ რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველია, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს კანონი იყო აუცილებელი. ჩვენ რა თქმა უნდა მათი დაკვეთა შევასრულეთ და შესაბამისად ახლა რამდენიც უნდა გააგრძელონ ევრობიუროკრატებმა იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ რაღაცა ეს კანონი ეწინააღმდეგება თითქოს რაღაცა დემოკრატიულ სტანდარტებს თუ დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის აბსურდი. ამ აბსურდის დიაჩი ჩვენ მათ ვერ ავყვებით, რა თქმა უნდა, თავის ქვეყნებში რაც უნდა ისაკეთონ, არის ძალიან ბევრი ქვეყანა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გულისხმობს, სადაც შეუძლია ქალს მივიდეს სამოქალაქო რეესტრში და ერთ საათში გახდეს კაცი, ჩვენ ამ არაზმში ვერავის ვერ ავყვებით და ამ ტყუილში ვერავის ვერ შევყვებით. კანონს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს უჭერს, ეს კარგად იცოდნენ ოპოზიციაში. ამიტომ, როდესაც კანონი საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის 17 სექტემბერს 84 ხმით მიიღო, მაშინდელმა საპარლამენტო ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მათი გადაწყვეტილება მარტივად აიხსნება. საპარლამენტო არჩევნები კარს იყო მომდგარი, მათ არ სურდათ ამომრჩევლის განაწყენება. მეორეს მხრივ, ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას თავიანთ ევრობოსებს. ამიტომ მაშინ ოპოზიციამ გადაწყვიტა შუალედური პოზიცია დაეკავებინა და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიეღო. ამით ქვეყნის შიგნით ამომრჩეველს ვითომ დააჯერეს, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ხმა არ მიუციათ. მეორეს მხრივ კი ევრობოსებს აჩვენეს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღეს. მოკლედ, ასეა თუ ისე ამ კანონს მოსახლეობის უმრავლესობა რომ დღესაც მხარს უჭერს, ეს ფაქტია და კარგადაც იციან ოპოზიციაშიც. საქართველოს პარლამენტი და მთავრობა მყარად დგას იმ იდეის გარშემო, რასაც ოჯახური ღირებულებები და ბავშვთა უფლებების დაცვა ჰქვია. შესაბამისად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია რეზოლუციად დარჩება, ხოლო საქართველო გააგრძელებს ტრადიციული ფასეულობების და ქართული ტრადიციების ერთგულებას. LGBT პროპაგანდისტებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ კიდევ ერთხელ მოუწევთ გაუსწორონ თვალი საზოგადოების უმრავლესობის ჯანსაღნებას. ესე იგი, რომ არ გამოგრჩეს, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რას ითხოვს ჩვენგან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. უარი თქვით დისკრიმინაციულ ნარატივზეო, ანუ მათენაზე ეს LGBT გარყვნილების ამკრძალავი კანონის გაუქმებას ნიშნავს. შეგვიძლია შევუთვალოთ, რომ კანონის გაუქმება არ მოხდება და უმჯობესია ეს სისულელე დაივიწყონ. ასევე შემოგვითვალეს არ გამოიყენოთ დისკრიმინაციული სიძულვილის ენაო. ეს ხომ იცით, რასაც ნიშნავს? ბლინკენის რეკომენდაცია ხომ გახსოვთ, აღარ ახსენოთ დედა, მამა, და-ძმა, ქალი, კაცი და ასე შემდეგ, რადგან ყველა ეს სიტყვა LGBT ადამიანების დისკრიმინაციას იწევსო. ამაზეც შეგვიძლია თამამად შევუთვალოთ, რომ ქართული ენის LGBT ტრანსფორმაცია გამორიცხული ამბავია და ეს სისულელეც შეუძლია დაივიწყონ. და კიდევ ერთი, რასაც დაბეჯითებით მოგვიწოდებენ, არის ის, რომ გარანტირებული გავხადოთ სექსუალური უმცირესობების შეკრება და მანიფესტაციების წმინდათა წმინდა უფლება. ანუ წელიწადში რამდენჯერმე, ზაფხულში კი მთელი ივნისის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ვატაროთ გეი პრაიდები და გარყვნილების პროპაგანდა, გავხადოთ ქართველი ერის ყოველდღიური ცხოვრების წესი. ამაზეც პირდაპირ შეგვიძლია შევუთვალოთ, რომ მსგავსი სისულელე მეორეჯერ თავში აღარ გაივლონ. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომლებიც დიდი შემართებით ისრუტავენ მთელ იმ LGBT ნაგავს, რასაც ტრამპი ამერიკიდან იშორებს, აშკარად ისე გადაივსნენ ამ სიბინძურით, რომ აღარ იციან სად წაიღონ და ჩვენ გვთავაზობენ. დიდი მადლობა, ნუ წუხდებით. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენი ცისარტყელას დროშაც და მისი მრავალფეროვანი LGBT უფლებებიც. ჩვენ კონსერვატორიერი ვართ. ამიტომ ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი ჩვენთვის ყველანაირ უფლებაზე მაღლა დგას. დროებით.